გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა გაშლა თუ რას მოიტანს ახალი მთვარეობა ჩვენს ცხოვრებაში. რა ახალი შემოვა ჩვენს ცხოვრებაში. ახალი მთვარეობა ეს არის დღე, რომელსაც ბევრის მოცემა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ სწორად მართავთ ენერგიებს. და ვნახოთ რა შემოდის. შემოდის მხიარულება, ზეიმი, გართობა. ბევრთან შესაძლებელია ეს დაფიქსირდეს შრის წერით, ქორწინებით. ძალიან ლაღი, ბედნიერი ენერგიები შემოდის მეგობრებო. შემოდის ფინანსები. შემოდის ფინანსების განახლება. შეიძლება ეხლა თქვათ, რომ ფინანსები ისედაც მაქვსო, მაგრამ თუ თქვენ ეხლა გაქვთ ფინანსები და კმაყოფილი ხართ თქვენი ფინანსებით, კიდევ უფრო მეტად განახლდება თქვენ ცხოვრებაში ფინანსები და მოხდება ძალიან სწრაფი განვითარება. რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ჩვენ ცხოვრებაში, ამაზე უკეთესი ვერაფერი ვერ შემოვა. ძალიან სწრაფი განვითარება ყველაფრის. თუ თქვენ გაქვთ რამე სურვილი ჩაფიქრებული, თქვენს ნებისმიერ სურვილს მოხდება ძალიან სწრაფი განვითარება. როგორც სასიყვარულო სფეროში, ასევე ფინანსურ სფეროში, მაგრამ უფრო მეტის შემთხვევაში აქ დაფიქსირდა ქორწინება, ბედნიერება, ზეიმი, გართობა, დროის წარება მეგობრებთან ერთად. კი მეგობრებო, ძალიან კარგი ენერგიებია, ძალიან დიდი სწრაფი ზრდა ფინანსების. როგორც ახლა აღვნიშნე, თუ თქვენ ეხლა გაქვთ ფინანსები, რადგან აქ არკნები არ მიუთითებენ რამე დაძაბულობას და არქონობას ფინანსებისას. მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ ფინანსები, კიდევ უფრო მეტი სწრაფი ზრდა იქნება თქვენ ცხოვრებაში ფინანსებთან დაკავშირებით, რასაც ძალიან მალე იგრძნობთ. ფინანსების გზა, ასევე მართლსაჯულება და მართლსაჯულება აქ ამ შემთხვევაში არაფერს არ აღნიშნავს და არაფერს არ მიუთითებს გარდა ქორწინებისა. ანუ ქორწინება იქნება სრულყოფილი, იქნება სამართლიანი ქორწინება, იქნება ქორწინება ყველაფერი ცერემონიალით. ქორწინება, ჯვრის წერა, ხელწერა, ყველაფერი როგორც ტრადიციებს შეეფერება. თქვენ იქნებით გამარჯვებული. და თუ რომელიმე სადმე ვინმე ტყუილის მსხვერპლია, ტყუილისგან გული ატკინეს, მინდა გითხრათ, რომ თქვენ იქნებით გამარჯვებული როლში, თქვენ იქნებით იმპერატრიცის როლში. თქვენ გაიმარჯვებთ, თქვენსკენ იქნება სამართლიანობა. თქვენ დაამტკიცებთ თქვენს სიმართლეს და იქნებით გამარჯვებული. თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელიც არასდროს არავის შეარჩენს ტყუილს, არ შეარჩენს ღალატს და ყოველთვის იქნებით გამარჯვებულის როლში. თქვენ გაქვთ ძალა, ენერგია იმის, რომ იყოთ ყოველთვის გამარჯვებული. თქვენ არ შეჩერდებით მანამ, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევთ. კიდევ რა ფიქსირდება ახალ მთვარეობაზე, რა შემოიტანს ახალ მთვარეობა თქვენ ცხოვრებაში. რაღაც მეორე ეტაპზე გადასვლას მეგობრებო. თქვენ რაღაცას ელოდებით, რაღაცის მოლოდინში ხართ, რაღაც უნდა გადაწყდეს თქვენ ცხოვრებაში და გადაწყდება თქვენი გამარჯვებით მეგობრებო. შემოდის სასიყვარულო სფერო, სიყვარული ძალიან დიდი პროცენტობით შემოდის და ფიქსირდება სიყვარული. მოდი ახლა მე კარგად რომ გითხრათ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში, აქ 3 ეტაპად განვიხილეს
სამ ეტაპად გამოგვცა არკნებმა სიტუაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე ეტაპი და სამივე პროცესი არ განვითარდება ერთის ცხოვრებაში, რადგან მაყურებელი ბევრია, ზოგთან დაფიქსირდება ერთი ვარიანტი, ზოგთან მეორე და ზოგთან მესამე. ნახეთ და უფრო დაწვრილებით აგიხსნით ახლა ამ ყველაფერს. პირველთან იყო სწრაფი განვითარება, როგორც ფინანსურ სფეროში, ასევე სასიყვარულო სფეროში და უფრო მეტწილად ეხებოდა სასიყვარულო სფეროს. იქნებოდა სრულყოფილი ქორწინება, ხელწერით, ჯვრისწერით და ცერემონიალით. როგორც ტრადიციებს შეეფერებოდა ტრადიციების ფარგლებში. ეს ერთი. მეორე, ზოგიერთებთან იქნება ფინანსების ძალიან სწრაფი განვითარება. და თუ თქვენ ვინმეს გული გატკინეს, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში და გახდეთ ტყუილის მსხვერპლი. აქ თქვენ იზეიმებთ გამარჯვებას, სამართალი არის თქვენს ხელში და გამარჯვებული იქნებით თქვენ. რადგან თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ადამიანი და თქვენ გაქვთ ყველაფერი გამარჯვების მისაღწევად. და მესამე, ზოგიერთებთან დაფიქსირდა ის, რომ ადამიანი ცდილობს რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლას, არის რაღაცის მოლოდინში. შეიძლება ბევრი ენერგიების ჩადვა რაღაც ბიზნესის გასანვითარებლად, ან რაღაც თავის სამსახურეობრივი სფეროს გასანვითარებლად. და მინდა გითხრათ, რომ აქ მიაღწევს ძალიან მალე გამარჯვებას. და კიდევ ერთიც უნდა დავამატო მეგობრებო, ძალიან ბევრთან, ახალგაზრდებთან შემოვა სასიყვარულო პარტნიორი. სამყარო გიგზავნით სასიყვარულო პარტნიორს, პარტნიორი, რომელიც ემოციებით სავსეა თქვენდამი, შეცდება გადმოდგას ნაბიჯი და გაგრძნობინოთ, რომ ძალიან უყვარხართ. შეიძლება ეს გამოხატოს რაღაც პატარა საჩუქრით, სუნამოთი, შოკოლადით, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი გამოგიტყდებათ სიყვარულში, ამ ადამიანს მართლა ძალიან უყვარხართ და მომავალში ეს სიყვარული გაცდება უფრო მაღალ ენერგიებში. რასაც მოჰყვება განვითარება და კმაყოფილება ორივე მხრიდან. აი სულ ეს იყო, რისი თქმაც მოვახერხე თქვენთვის ჩემი არკნების დახმარებით. მე კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. მაგრამ ასევე მინდა გითხრათ მეგობრებო, ის რომ თუ ვინმეს გაქვთ ფინანსების პრობლემა და გინდათ ფინანსების მოზიდვა, დამიკავშირდით, შემიძლია გავაკეთო რიტუალები და რიტუალების სახით მოგიზიდოთ ფინანსები. თუ ვინმეს გაქვთ წმენდის სურვილი და ეს წმენდები გესაჭიროება თუ არ გესაჭიროებათ, ეს უნდა დაგვიფიქსიროს არკნებმა, გავშლით კარდს და ჩემი არკნები აჩვენებენ გესაჭიროება თუ არა წმენდები და თუ თქვენ გესაჭიროებათ წმენდები, შემიძლია ასევე გაგიკეთოთ წმენდები. ასევე რიტუალები დაცვაზე, ცუდი თვალისგან დაცვაზე და რიტუალები როგორც ფინანსების მოზიდვაზე, ასევე სასიყვარულო სფეროზე. წინასწარ მონათლებას გიხდით ნდობისთვის. ახლა კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.